მერკური გონების მმართველი პლანეტა ლომში რო ხდებათ, მაგალითად როგორ ასრულებს ეს ხალხი, ხო? ლომი გამოირჩევა ლამაზად მოყოლის ხელოვნებით, მაგალითად თვითონ ლომს მართავს მზე არის მე უნდა ვანათებდე, ეს არის ლიდერული ენერგეტიკა მეგობრებო, მერკური როცა ლომში ხდება, ეს ადამიანი არის უფრო გულიდან წამოსული ხმით, ნაკლები არის აქ პრაგმატული ლოგიკა ისეთი, რომ აი დეტალებზე იყოს ორიენტირებული, ეს არის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად მეფურად შეიძლება ლაპარაკოს, უყვართ ძალიან საუბარი იმის გარშემო, რაც მათ აინტერესებთ, მაგალითად ყვებიან ძალიან მხატვრულად, გულით, ემოციით, გულიდან რომ მოდის სიტყვა, აი ეს შეიძლება მერკურ ლომთან ძალიან ახლოს იყოს. მეხუთე სახლიც მსგავსი არის და მზე მერკური შეერთებაც დაახლოებით ამ ენერგიას იღებს, მაგრამ თვითონ უშუალოდ მერკური ლომი ესეთი ადამიანები საუბრობენ აი სცენაზე რო უყვართ დგომა. შეიძლება ერთ-ერთზე ლაპარაკობდეს ადამიანი, მაგრამ სცენაზე დგას, ხო? ეს რაღაც ის ემოციები, რაც ლომური ენერგეტიკა არის, ეს მეფური დიცულოვნებიც, ეს საუბრისას დიცულოვნებასაც გამოხატავენ მაგალითად, გამოხატავენ სითბოს საუბარში და მთელი გულით საუბარი თანადგომა და ლიდერული ენერგია არის. მათ უყვართ გუნდში, როცა ლიდერები არიან, ფანტასტიკური გონება არის. ლექციებისთვის მაგალითად, ან სცენაზე დგომისთვის, სცენა ყველანაირად იგულისხმება, მაგალითად, რაღაც პრეზენტაციებს ატარებდეს ადამიანი, გუნდს კრებდეს და ხელმძღვანელობდეს ამ გუნდს. მისი გონება არის ლამაზად ხატოვნად გამოხატვის ენერგიისკენ მიმართული, ხო? ესეთი წყობა არის ამ გონების. ძალიან კარგად შეუძლიათ, მაგალითად, სამსახიობო კარიერაში ვინც არის ამერკურით, გამოხატონ თავისი თავი ეს დრამატურგიაში მაგალითად, ან რაღაც ისეთ საინტერესოდ მოსაყოლი არის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძალიან საინტერესო მოსაუბრეები არიან. ნახოთ, მოსაუბრე ეს არნიშნავს დიალოგს, როგორც მერკურის ასწორი. ეს არის აი მთელი რომ მოინუსხები და უსმენ ამ ადამიანს, აი ესეთი გონება არის. ესე აზროვნებენ, ესე გამოხატავენ თავს მაგალითად. მისი გააჩნია ხა დაზიანებული თუ არიან, ადამიანსაც გააჩნია, მისი ცოტა უარყოფითი შეიძლება ის იყოს, რომ მაგალითად სხვების მოსმენა ნაკლებად შეიძლება აინტერესებდეს მერკურ ლომს და ეს არ არის პასიური. აქ უნდა იყოს დომინანტური და მას უნდა უყურებდნენ. ის არ არის ტიპაჟი, რომ ვიღაც სხვას უსმინოს. მერკური მეხუთე სახლშიც ის მსგავსი არის, აქ სცენაზე უნდა ყოფნა, თვითგანვითარებაზე არიან ორიენტირებული, იმიტომ რომ ლომის თვითგანვითარების ენერგია არის. არიან ორიენტირებული მეზე, არის ძალიან გამოხატავენ ინდივიდუალიზმს და ძალიან მამაცად.